ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ. იერუსალიმში ეგრეთ წოდებულ ცხრის კარიბჭესთან იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სერითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული, ბრმები, ხეიბრები და მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო. მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში. აი უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლის შემძლე სიტყვით. და აი ამ სახარებაში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. აი წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისმიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა აი ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. და ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქშიც, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, წუხარებას, მარტოობას და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, იმიტომ რომ არავინ არის მისი შემწე. და აი ამაზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. ასეთ ადამიანებზე, ვინც უღმერთო ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთისმსწრებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებათაც კი არ იხსენიებს. აი მაგალითად ნახეთ რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში. მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი. იმიტომ კი არა რომ მართლა იქ ხალხი არ იყო, სავსე იყო ხალხით. ეს მთავარი ქალაქი იყო. არამედ იმიტომ რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არ მყოფებს. იმიტომ რომ როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ვინც გაურბის ცოდვას, ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღწვის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს. და აი ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ აი ყველას ვინც
არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტოდ. უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის. ოღონდაც ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში. აი ამ სახარებიდან ჩვენ კიდევ ხედავთ იმას, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე ეტყვის ამ როცა განკურნავს ამ კაცს, რომ აი შენ განიკურნე, ამიერიდან ნუ არ შესწოდავ, რომ უარესი რამე არ დაგემართოს. აი მართლაც ფიზიკური სნეულებები, როგორც თქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან და მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებზე და წამლებზე, არამედ სინანულზეც და გამოსწორებაზე. მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა არსებობს კიდევ სულიერი სნეულებები. და ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. და ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის ცნებების შესრულებით. და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს ჩვენ ხალხში და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლით და კაცმოყვარებით, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.